ხშირად ყოფილა ისეთი მომენტები, როცა მაგალითად მე სადინაობის დროს ჩამძინებია და თან ისეთ მომენტში ჩამძინებია, როცა მნიშვნელოვანი იყო მაგ რაღაცის გაკეთება. მაგრამ გადავახვალე ეგეც, იმიტომ რომ შეიძლება როცა ჩამძინებია და მე გამგვიძებია, მაინც მომისწრია იმ რაღაცის გაკეთება. თუნდაც როცა ვფიქრობ იმაზე, რომ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება იმ მხრივ, რომ დღეს ვარ დასაქმებული, პარალელურად ვარ სტუდენტი და პარალელურად დამატებით განათლებას ვიღებ ისევ ჩემი შემოსავლით. გარშემოყოფებს შორის ბევრი ფიქრობს იმას, რომ თუ სწავლის პარალელურად ხარ დასაქმებული, დროს კარგავ და ეს დრო შენ შეგიძლია მოახმარო სწავლას. და რატომ როცა შეგიძლია ეს დრო მოახმარო როგორც მუშაობას, ასევე სწავლას. ანუ ამით არ უსვამ ხაზს შენს პროფესიას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის აქ დარჩები და აღარ გადახვალ შენს პროფესიაში. ზოგჯერ ოჯახთან ვერ გაატარო საკმარისად დრო, ზოგჯერ მეგობრებთან ვერ გაატარო, ზოგჯერ შეიძლება ვერ დაისვენო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, როგორ შეხედავს ადამიანი. თუ ისედაც ამ სტრესულ და მძიმე პერიოდს კიდევ უფრო დაინძრევ იმაზე ფიქრით, რომ აი ეხლა მე ალბათ დროს ვკარგავ, ეხლა მე ალბათ აი როგორი დაღლილი ვარ, ეხლა ამას ვერ ვიმეცადინებ, ვერ მოვასწრებ. აი რამდენადაც ეგეთ ენერგიას გავუშვებ, რომ რაღაცას ვერ გააკეთებ და ვერ მოვასწრებ. შეიძლება ბოლოს მართლა ეგრე მოხდეს. ყველაფერს დადებითად შევხედო. ამასაც აი თუნდაც იმას, რომ ზოგჯერ ვერ მძინავს, თუნდაც იმას, რომ სადღაც მივბივარ, თუნდაც იმას, რომ აი რამდენჯერ ამირბენია გამოცდაზე კიბეებზე, რომ აი მიმესწრო დროზე. ამას ყველაფერს უყურებ დადებითად, იმიტომ რომ ამას უყურებ როგორც ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რას მომცევს ეს და სად წამიყვანს, სად მიმიყვანს. შეიძლება რაღაც გავა 2 წელი და მოვიხედა უკან და რას დავინახავ, რას ვიტყვი ჩემ თავზე და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიუდგებით. აი ეს არის ალბათ მთავარი მონდომებასთან და ენერგიასთან ერთად. როგორ შეხედავ ამ ყველაფერს და შენი ცხოვრების ნაწილს როგორ გახდი, ნეგატიურად თუ პოზიტიურად.